საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ჯო ჰოსპიტალში გურჯაანის სამშობიარო განყოფილების დახურვას არ ადასტურებენ. რამ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი და რა განმარტება გააკეთეს კლინიკაში. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ ვერ ასწრებს ქალაქად წასვლას. აუცილებლად უნდა იყოს. თელავის თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული შენობა კულტურის მინისტრმა დაათვალიერა. რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და რა სიახლეებია ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მინდა მივულოცო თეატრს. ძველი იერსახე დაუბრუნდა თეატრს. ზეგაანისა და მუკუზნის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო ამ წყლის საკითხი. ახაშნელები კი გზის შეკეთებას ითხოვენ. რა პირობებში გადაადგილდება მოსახლეობა მაშინ, როდესაც ამავე გზის რეაბილიტაციაზე 3 წლის წინ მილიონზე მეტი დაიხარჯა. კახეთიონში ფრანგი მედიკოსები სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ. როგორ შეეძლებათ მომსახურების მიღება პაციენტებს? ინტერვიუ კახეთიონის ხელმძღვანელ ნარგიზი ზიბზიბაძესთან. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი. გუყურებთ სილქნეძე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. ჯო ჰოსპიტალსის გენერალური დირექტორი გურჯაანის სამშობიარო განყოფილების დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. არადაშუა დღემდე ამ თემაზე საუბარი არ მოისურვეს არც მიან გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა მერა პაპუაშვილმა და არც კლინიკაში. გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ჯანდაცვის ექსპერტსაც. თუ რა კომენტარი გააკეთეს გურჯაანის ჯო ჰოსპიტალში სამშობიარო განყოფილების დახურვასთან დაკავშირებით, საკითხს ეთერ თეთრაძე არკვევდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის ჯო ჰოსპიტალში სამშობიარო განყოფილება დახურვის საფრთხის წინაშე დგას. ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს სამიანო გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა მერა პაპუაშვილმა და მომუშავე პერსონალმა. მოგვიანებით კი ტელეკომპანია გურჯაანის დღის ეთერში გასული მასალის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ჯო ჰოსპიტალსის გენერალურმა დირექტორმა სოფიო გასტაშვილმა და გურჯაანის ჯო ჰოსპიტალსის დირექტორმა რუსუდან კუპატაშვილმა. მათი განცხადებით გურჯაანის სამშობიარო განყოფილება არ გაუქმდება და არც რეორგანიზაცია იგეგმება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. არანაირად არც ერთ ასპექტში. ამჟამად გურჯაანის სამშობიარო განყოფილებას ისედაც მინიჭებული აქვს მეორე დონე, საუბარია რაღაც გარკვეული აპარატურის შეძენაზე, რომელიც კომპანიის მხრიდან არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რეორგანიზაცია მსგავსი რამე ამ მიმართულებით არ იგეგმება. ის რომ გურჯაანის სამედიცინო ცენტრი ჯო ჰოსპიტალსის არ მიაწვდის აღნიშნულ სერვისს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. სამშობიარო განყოფილების დახურვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი რაიონში სამშობიარო სახლის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ ვერ ასწრებს ქალაქად წასვლას. აუცილებლად უნდა იყოს. სად უნდა წავიდეთ? რომ რაიონში უნდა წავიდეთ? გურჯაანი არის კახეთის გული. არ შეიძლება. მე წინააღმდეგი ვიქნები, მაგალითად, რაიონს ხო უნდა სამშობიარო სახლი. დიდი პრობლემის წინ დავდგებით. აბა სამშობიარო არ იყოს რაიონში, კაცო. ამაზე დიდი პრობლემა არის კიდე რამე. ისეთ გაჭირებული ადამიანისთვის ძნელია ტრანსპორტირება, ხან არის რომ ღამეა საჭირო წასვლა პაციენტის სამავტყოფომდე მიყვანა და უფრო დრო რაც უფრო გაიწელება და ისა თანხებთან ამ გაჭირებულ ცხოვრებაში. ხოლო თელავში და თბილისში როგორ იბეს მშობიარე ხალი ახლა მაგ შემთხვევაში ძნელია. ორს მდგომარეობაში ყავს. ჩემი რძალი და მაგის იმედი თუ ვიყავი რომ აქ მოიმშობიარებ და რატო უნდა დაიკეტოს? მოსახლეობას არ გვინდა? მართალია გურჯაანის სამშობიარო განყოფილებას ყოველ წელს მხოლოდ 350-მდე მშობიარე ჰყავს, მაგრამ ჯანდაცვის ექსპერტ მარინა ბერაძის მოსაზრებით ეს სფერო რაიონისთვის პრიორიტეტულია და კლინიკა მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. არ შეიძლება კონცენტრირებული იყოს ასეთი სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ ერთ ადგილას, მაგალითად
დედაქალაქში. არ შეიძლება ტრანსპორტირება დაჭირდეს პაციენტებს ყველა შემთხვევაში ძალიან დიდი მანძილის გავლით. ეს არის ჩვეულებრივი ანაბანა, როდესაც ხდება ჯანდაცვის სისტემის დაგეგმარება, აი მაშინ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ის რაც გვაქვს, რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ჩემი აზრით სრულიად წარმოუდგენელია, რომ გურჯაანში, ამხელა რაიონში არ არსებობდეს სამშობიარო დაწესებულება. მოგიბაზე არ უნდა მუშაობდეს სამედიცინო სფერო, არ გახლავთ ბიზნესი. და სწორედ თელეუბედურება იქიდან მოდის, რომ რამოდენიმე ათეული წელია უკვე როგორც ბიზნესი ისე განიხილება ჯანდაცვა. ჯეო ჰოსპიტალსის სამიანო გინეკოლოგიური განყოფილება რაიონში ერთადერთია, სადაც მშობიარობა და სამიანო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. აქ 26 თანამშრომელია დასაქმებული, აქედან 8 მიან გინეკოლოგია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა დღეს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებული შენობა დაათვალიერა. თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. გარდა ამისა, მოეწყო გათბობის სისტემა, ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიო როების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობის წინ კი თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის დამონტაჟდა მონიტორი. კულტურის სამინისტრომ თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდა. მინდა მივულოცო თეატრს, თელაველებს და თითოეულ ჩვენგანს ამ რეკონსტრუქციის დასრულებას. თქვენ ხედავთ, ვისაც ახსოვს და ალბათ ყველას გვახსოვს, რამდენად უსახური იყო ფასადი და დაუმთავრებელი თეატრის და დღეს როგორი ნათელი, ლამაზი, განახლებული ფასადი არის. მე ძალიან დიდი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო დასრულება ამ სამუშაოების და კიდევ ერთხელ თეატრს მივულოცო ესეთი განახლებული იერსახი. ძველი იერსახი დაუბრუნდა თეატრს ახალი ელემენტები თანამედროვე გამოიცვალა აბსოლუტურად ყველა მინა თუ რამე არსებობს, აღდგა გათბობა, ახალი გათბობები, საგრიმიოროები, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური დუშები და ასე შემდეგ. გაკეთდა მცირე სცენის სკამები სტაციონალური გახდა. ზეგაანისა და მუკუზნის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2 თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში სოფელ ზეგაანში მთლიანად გამოიცვლება წყლის სისტემის გაყვანილობა. ძველი და ამორტიზირებული მილები ახლით ჩანაცვლდება. მუკუზანში კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 200 და 500 ტონიან წყლის რეზერვუარს. სამუშაოებისთვის თანხა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო და 300,000 ლარამდე დაიხარჯება. ზეგაანში მთლიანად იცვლება სასმელი წყლების მთელი შიდა გაყვანილობები ახლიდან კეთდება. რაც შეეხება სოფელ მუკუზანს, 500 ტონიანი და 1000 ტონიანი წყალშემკრები ბასეინების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს საშუალებას კიდევ ერთხელ მოგცემს, რომ სოფელი მუკუზანი გადავიდეს 24 საათიან წყალმომარაგების რეჟიმში, ანალოგიურად სოფელ ზეგაანში არსებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ ეგრეთ წოდებული მთის წყალი შევა თითოეულ კომში. წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო ამ წყლის საკითხი ჩვენი სოფლისთვის. კაცი დაუბერდი 60 წელს გადავაბიჯე და იქიდან მოყოლებული სულ პრობლემა ამ წყლების. მთელი სოფელი გახარებულები ვართ. ყველა მაცხოვრებელი გახარებულია. ნებისმიერ ოჯახში უკვე წყლის პრობლემა გადაჭრილი იქნება. ეს მარტო სიკეთე კი არ არის, ეს უკვე ჩვენი სოფლის ფუფუნება არის. პრობლემური მხრივ არის, რომ მე პირადად მიწევს და ჩემ ოჯახის წევრებს უწევთ მოტანა სადღაც 200-300 მეტრის გავლა და იქიდან 10 ლიტრიანებით და 5 ლიტრიანებით მოტანა და კარგი იქნება იმ მხრივ, რომ შევიყვანთ ყველა ოჯახს, მიეცემა საშუალება რომ შევიყვანოთ და აღარ მოგვიწევს მოდანა. ახაშენში კი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. 3 წლის წინ დაგებული სკოლამდე მისასვლელი გზა თითქმის მოშლილია და შეკეთება სახლიდან საჭიროებს. აქაურების თქმით, გადაადგილება როგორც ავტომობილებით, ისე ფეხითაც განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ჭირს. ახაშნელების ინფორმაციით სარეაბილიტაციო სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც გზა მალე დაზიანდა. მოსახლეობის პრეტენზიებს ზეპირი ინფორმაციით უპასუხეს გურჯაანის გამგეობაში. პრესამსახურის განცხადებით, ახაშნის გზის რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება და 2018 წლის პერსპექტიულ გეგმაშია გათვალისწინებული.
ძალიან არის დაზიანებული, ზუსტად 1 კილომეტრი აქედან ტრასამდე. ო და მანქანით 9 საათი ჩასვლა გინდა კაცო და აბა აქ ტარება შეიძლება. მეორე გზაზე დავდივართ. მეორე გზაზე დავდივართ. ამ გზაზე ჩავლა შეიძლება? ჭირს გადაადგილება. როცა გზა დაზიანებულია, თავისთავად ცხადია, რომ ჭირს. ამიტომ ჯობია ცოტა ხარისხიანად გააკეთონ. წყალი ამოვიდა იქა და წყალი ჯაგობდა და წყალმა გააფუჭა. აი კომთეს, აი, ალბათ ახავდით რა. წყალმაქნა ის. გარემონტეს მაინც აუცილებლად ახლა მთლიანი ტრასას არ გარემონტებენ, მაგრამ პატარა სადაც არის, მაინც უნდა გაკეთდეს კაცო. თავარი ტრასას უახდადეს ხალხი. უცხო, შინაური, ეს მთელი სოფელი და აქ როგორ შეიძლება რომ ეს გზა არ იყოს გაკეთებული. ან როგორც პატარა გაფუჭდა, მასში არ უნდა გაეკეთებინათ. როგორ შეიძლება ეგრე დატოვება? საჯარო სკოლებში მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს. დღეს მოსწავლეებმა გამოცდა გეოგრაფიაში ჩააბარეს. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 500-მდე მე-11 კლასელია დარეგისტრირებული. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადასალახად მათ 5.5 ქულა უნდა მიიღონ. იმ მოსწავლეებს კი, ვინც წელს ჩაიჭრებიან გამოცდის ჩაბარება, მომავალ წელსაც შეეძლებათ. გამოცდები 22 ივნისს დასრულდება. მომდევნო დღეებში მოსწავლეები ბიოლოგიას, ფიზიკასა და ქიმიას ჩააბარებენ. 23 ივნისს პარასკევს კახეთიონს ფრანგი მედიკოსები ესტუმრებიან და მედპერსონალთან ერთად სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ. თუ რა მომსახურებას მიიღებენ ადგილობრივები, ამ საკითხზე კახეთიონის ხელმძღვანელი ნარგიზი ზიბზიბაძე გვერდება. ქაოტო ნარგიზი, დიდი მადლობაა, რომ მონაწილეობთ ტელეკომპანია გურჯაანის ახალ ამბებში. რა პროფილის ექიმები ჩამოდიან კახეთიონში და წინასწარი იქნება ჩაწერა თუ როგორ შეეძლებათ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება. დიახ, მოგახსენებთ 23 ივნისს პარასკევს ფრანგი ექიმები ეწევიან კახეთიონს და პაციენტებს შეუძლიათ ჩაეწერონ წინასწარ კონსულტაციებზე. კონსულტაციებზე ძალიან შეზღუდულია, მაქსიმუმ 10 პაციენტის გასინჯვა იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი დღით არიან ჩამოსულები კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად. გასინჯვები მოხდება ჩვენს კახეთიონის ექიმებთან ერთად. ანუ მიმდინარე დღის შემოსული პაციენტებიც გაიზინჯება და ასევე ის რთული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენი გინეკოლოგები მთელი კვირის მანძილზე დააფიქსირებენ პაციენტებში. ანუ თუ იქნება ისეთი პაციენტები კვირის განმავლობაში, რომელსაც აქვს რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ან საინტერესო შემთხვევები, ამიტომაც იქნება განხილული დამატებით ფრანგ ექიმებთან ერთად და მოისმენენ მათ აზრს, ფრანგულ მიდგომებს ამა თუ იმ პრობლემებთან დაკავშირებით. წინასწარი ჩაწერები სავალდებულოა იმისთვის, რომ ფრანგ ექიმებთან ერთად მოხდეს პაციენტების მიღება. შეუძლიათ კახეთიონის დაუკავშირდეს პაციენტები ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ინტერნეტ საიტზე, იმეილი, ელექტრონული პოსტით მოწერა, Facebook-ზე თუ სატელეფონო კავშირით თუ პირდაპირ შეუძლიათ მოვიდნენ ჩაეწერონ და ძალიან შეზღუდულია უბრალოდ კიდევ ერთხელ ამბობს, რამდენიმე პაციენტის მიღება შეგვიძლია ესეთ გასინჯვებზე. მაგრამ ასევე მინდა გითხრათ რომ თუ რაიმე ისეთი შემთხვევები იქნება საინტერესო და განსაკუთრებული, ანუ რთული შემთხვევა, დამატებითად შეგვიძლია კონსულტაციებით ვისარგებლოთ ფრანგი ექიმების მომავალში. ეს არ ეხება მხოლოდ უბრალოდ ფიზიკურად არიან ერთი დღით მარტო კახეთიონში პარასკევს 23 ივნისს. რამდენჯერ მიახსენეთ, რომ პაციენტების მიღება შეზღუდული რაოდენობით იქნება და როგორ დარეგულირდება ეს საკითხი? გარდა იმისა, რომ მძიმე შემთხვევებს განიხილავთ, რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან პაციენტები? პირველი ვინც ჩაეწერება, მხოლოდ იმ პაციენტებს შევძლებთ. ანუ ნაწილი იქნება განხილვები ექიმების, რომლებიც აღმოაჩენენ კვირის განმავლობაში რაიმე შემთხვევებს და ნაწილი კიდევ პაციენტები, რომლებიც შეუძლიათ პირდაპირ ჩაეწერონ და მოვიდნენ როგორ ჩაულებრად კონსულტაციაზე მოსვლა პარასკევს, ოღონდ წინასწარი ჩაწერით. უბრალოდ ვინც პირველი დარეკავს, ესე ვთქვათ, და ჩაეწერება, მხოლოდ მათი მიღება შეგვეძლება. რა სახის გამოკვლევებს ჩაატარებენ ექიმები და იმ პაციენტებსაც თუ შეეძლებათ კონსულტაციის მიღება, რომლებსაც უნაყოფობის, შვილოსნობის პრობლემა აქვთ? უნდა გვეყოლება ჩვენ რამოდენიმე ექიმი. ეს არ ეხება მხოლოდ გინეკოლოგს, ანუ ეს ექიმი, რომელიც ჩამოვა, არის გინეკოლოგი, მამოლოგი, ონკოლოგი, ქირურგი, ანუ საფრანგეთში, რომ მოკლედ აგიხსნათ, ეს ერთი და იგივე სპეციალისტია, რომელიც სფეროს მოიცავს. ანუ გინეკოლოგიური, მამოლოგიური პრობლემები, ასევე ონკოლოგიური და ქირურგიული და რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება აზრი მოვისმინოთ ფრანგი ექიმის უშუალო და ამ
კუთხით სპეციალისტი არ არის ეს ექიმი, მაგრამ მისი აზრი შეგვიძლია რა თქმა უნდა მოვუწევთ როგორც გინეკოლოგის, იმიტომ რომ ბატონი თეოფილი გახლავთ გინეკოლოგი ოსერის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ რადიოლოგი გვეყოლება საფრანგეთიდან სტუმრად, ისიც ოსერის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანუ რადიოლოგია მოიცავს როგორც მამოგრაფიას, ისე რენტგენს, ისე ეხოსკოპიას. ერთობლივი განხილვები მოხდება თქვათ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ისეთი პაციენტია, რომელსაც ორივე კვლევა ჭირდება და გვეყოლება ასევე სტუმრად კახეთიონის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ჟაკ სიმარი, რომელიც არის ექიმი ბიოლოგი, ანუ ლაბორატორიული კვლევების კუთხითაც შეგვიძლია ამ ხრივ მოვისმინოთ მათი კომენტარები და მათი აზრი. როგორც ვიცი, შაბათს უკვე ფრანგ მედიკოსებთან ერთად კონფერენციას ატარებ და რა საკითხზე იქნება ექიმების შეხვედრა? დიახ, როგორც იცით, კახეთიონი მე-6 წელია ატარებს ქართულ და ფრანგ მედიკოსთა დღეებს და შაბათს 24 ივნისს ჩატარდება ყვარელი ედემში ყველა კახეთის ექიმისათვის კონფერენცია თემაზე გინეკოლოგია, მამოლოგია, ონკოლოგიური კუთხით იქნება განხილული თემები და ასევე ქირურგია. ანუ ძირითადი თემა არის გინეკოლოგია ყველა ასპექტში, რომელიც მოიცავს კიდევ ერთხელ ამბობს მამოლოგიას, რადიოლოგიურ კვლევებს, ონკოლოგიას, ქირურგიას და ასე შემდეგ. ყველა კახეთში მომუშავე ექიმი, მოღვაწე ექიმს შეუძლიათ მიიღოს მონაწილეობა კონფერენციაში, როგორც წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეს აუცილებლად, რომ შევძლოთ მოწვევის გაგზავნა პროგრამის და ჩვენც ვიცოდეთ, ესე ვთქვათ, ვინ არის დაინტერესებული. ანუ სამიზნე ექიმების ჯგუფი არის, როგორც ვთქვით, ოჯახის ექიმები, თერაპევტი, ონკოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი და რადიოლოგი. ქალბატონ ნარგიზი, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში. გვესაუბრებოდა კახეთიონის ხელმძღვანელი ნარგიზი ზებზიბაძე. სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე მალე რეკრეაციული ადგილები მოეწყობა. სათემო ორგანიზაცია ნუკრიანის ინიციატივით ნუკრიანსა და ზემო ბოდბოში საპიკნიკე და ცეცხლის დასანთებები, ნაგვის ურნები და ღამის გასათევი ადგილები განთავსდება. პროექტ სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრომეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდა ფარგლებში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანასა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისთან და დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 32.859 ლარია. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა სიღნაღში ივლისის ბოლოს დასრულდება. გამწვანების სამუშაოები გურჯაანის დიდების მემორიალზე სკაი კლუბის ინიციატივით ობელისკების ტერიტორიაზე ცაცხვის ხეები დაერგო. სკაი კლუბი პატრიარქის ფონდისა და World Vision-ის ერთობლივი პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდობისთვის სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით განათლების მიცემა, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და დასაქმების შანსის გაზრდა. პროექტი წელიწად ნახევარს გაგრძელდება. კლუბის ლიდერის ინფორმაციით, სამომავლოდ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. პროგრამა საქართველოს მასშტაბით მხოლოდ თბილისსა და გურჯაანში ხორციელდება. ამ კლუბის მიზანია ახალგაზრდებს შეასწავლოს პროექტების წერა და განხორციელება. და პირველი სასწავლო პროექტი, რომელიც ძალიან მცირე მასშტაბიანია, მაგრამ რეალური პროექტის ყველა ნიშან-თვისება და ყველა ეტაპი ახასიათებს, განხორციელდა პარასკევს. დაიგეგმა ერთი ნაწილის მემორიალის ერთი ნაწილის გამწვანება, ჩამოვიტანეთ ეროვნული სანერგე მეურნეობიდან ენერგები და ახალგაზრდებთან ერთად, მოხალისეებთან ერთად, კლუბის წევრებთან ერთად დაირგო ცაცხვის ენერგები მემორიალის ტერიტორიაზე. 5-2 ერთობის სასარგებლოდ გურჯაანელმა მორაგბეებმა გორის ჯიქები დაამარცხეს. ამხანაგური თამაში გურჯაანის სტადიონზე გაიმართა. რაგბის გუნდი ერთობა გურჯაანის სპორტ კომპლექსში სულ რაღაც 6 თვე ნახევრის წინ შეიქმნა და უკვე მეორე წარმატება მოიპოვა. ცოტა ხნის წინ მათ თბილისის ჯიქებს მოუგეს. გამარჯვებულ გუნდს გურჯაანის სპორტ კომპლექსის მიერ დაწესებული თასი გადაეცა. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს გამარჯვება და მომავალში ვეცდებით რომ უფრო და უფრო გამომჯობესოთ ჩვენი დათამასწავლებლის ხარჯზე და ჩვენი მონდომების ხარჯზე. მადლობა ჯიქებს.
6 თვინახევრის გუნდი არის გურჯაანის ერთობა. პირველი თამაში თბილისის ჯიქებთან ჰქონდა და წარმატებით მოვიგეთ 1-0, ანუ 5-0 როგორც რაგბის სინოზეა და ეხლა 5-2 მურჩა გორის ჯიქებთან ჰქონდა თამაში. ვაპირებთ შემდეგში რომ ჩავატაროთ ჩემპიონატზე გავიდეთ რაღაცა უბრალოდ რაოდენობა გვინდა ბავშვების და მობრძანეთ სუყელანი აუცილებლად ალაზნის სტადიონზე. მე მინდა ბიჭებს მიულოცო ეს წარმატება, მათ მწვრთნელს დავით ჯავახიშვილს მინდა მიულოცო წარმატება და დღეს სიმბოლურად ამ თამაშის შემდეგ გურჯაანის სპორტ კომპლექსის ხელმძღვანელობამ დააწესა თასი და თასი გადაეცა ჩვენ სპორტსმენებს გამარჯვებულ გუნდს. მე მინდა მიულოცო და უსურვო შემდგომი წარმატებები და ჩვენი მხრიდან მუნიციპალიტეტი ვცდილობთ რომ გვერდში დაუდგეთ ახალგაზრდა სპორტსმენებს და შესაბამისად გქონდეთ უფრო მეტი წარმატება და უფრო მეტი შედეგები. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდია მოქმედა, სადაც ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ სრული ინფორმაციაა თავმოყრილი. საინფორმაციო ვებ-პორტალის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. იმისათვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს შეთანხმების რეალიზაციის შედეგად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება, სადაც თავმოყრილი იქნება ისე სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო ვებ-პორტალის შექმნა, სადაც კონცენტრირებულად იქნება თავმოყრილი DCFTA-ის შესახებ ყველა ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ეს ვებგვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკონსტიტუციო რეფორმაზე პირდაპირ ეთერში მსჯელობას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ირაკლი კობახიძემ სამწუხარო უწოდა პრეზიდენტის უარს თავდაპირველ შეთავაზებაზე და პირდაპირ ეთერის ფორმატში მსჯელობაზე მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. აქვე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უარმა ცხადყო, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციები მყარია. ჩვენ პრეზიდენტისთვის დებატები არ შეგვითავაზებია, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ერთად ამსხვდარიყავით საზოგადოების წინაშე, ღია ეთერში საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე და საზოგადოების წინაშე ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. ეს იყო ჩვენი შეთავაზება და კიდევ ერთხელ უნდა გამოთქვა ჩვენი მწუხარება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ხატყოფს იმას, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი. პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი გზა. ეს იყო კომისიასთან დაპირისპირების გზა, საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა და მას შემდეგ რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია პრეზიდენტი შევიდა ჩეხში და ამის შედეგია ეს, რომ მან სამწუხაროდ უარი თქვა ჩვენ შეთავაზებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ატყოფნას, რომ ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა. საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი ვინექსპო ბორდო 2017 მიმდინარეობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელ 24 კომპანიას აქვს წარმოდგენილი. გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ქართულ წარმოებებს საშუალება უჩნდებათ, რომ პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ სოფლიოს ბევრი ქვეყნიდან წარმოდგენილ იმპორტიორებთან ან დისტრიბუტორებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის წლევანდელი მონაწილეობა, იმიტომ რომ იცით, რომ საქართველოს წელს იქნება პირველი მოწვეული ვენახი სწორედ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიოს ცენტრში და ზუსტად საქართველოს ქართული ღვინის ცნობადობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი ქართული ღვინის სწორად წარმოჩენისთვის და ქართული ღვინის კულტურის კომუნიკაციისთვის. გახსენებათ მინიატურა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ღვინის საგამოფენო, ასე ვთქვათ, ღონისძიება, 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2015-ში ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა და წელს უკვე მეორედ მივიღეთ მონაწილეობა, სადაც 24 ღვინის წარმოებელი კომპანია არის. წელს განსაკუთრებით დიდი დატვირთვა ეძლევა ამას, იმიტომ რომ საქართველოს ბორდოში გააგრძელებს ყოფნას. ივლისის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე ჩვენ ვიქნებით პირველი მიწვეული სტუმარი ბორდოს ღვინის მუზეუმში. ჩვენ ამ გამოფენაზე ვართ პირველად, Wine Expo ბორდოს გამოფენაზე
გამოფენაზე ძალიან დიდი ინტერესი არის ქართული ღვინის მიმართ. აქ მოდიან ევროპელი დაინტერესებული სომელიეები, ღვინის მყიდველები და უბრალოდ მოყვარულები. მინდა ვთქვა, რომ ეს გამოფენა არის ერთ-ერთი შტაბ-ბიჭდავი. აქ ძალიან ბევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი, ამიტომაც აუცილებელი არის საქართველოს აქ წარმოდგენაც. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო ღვინის ეროვნულ სააგენტოს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა. მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებსა და რეგიონებში მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაიერებს ურიგებენ. ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული. საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა. პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. დაშავებულები არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მეხანძრები. სამწუხაროდ ეს როგორც ჩანს ყველაზე დიდი ტრაგედია უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელიც ტყის ხანძარმა გამოიწვია. განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ. პორტუგალიის მთავრობის განკარგულებით ქვეყანაში სამშაბათამდე გლოვაა გამოცხადებული. ლონდონში ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება, როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლო მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 0 საათსა და 20 წუთზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, პოლიცია მომხდარ შემთხვევას განიხილავს როგორც პოტენციურ ტერაქტს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. მეცნიერების საერთაშორისო კოლექტივმა ვიტამინი D-ს ახალი თვისება აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მას სასუნთქი გზების დაზიანებისაგან ორგანიზმის დაცვა შეუძლია. კვლევას ვრცლად გამოცემა ტელეგრაფია აქვეყნებს. მეტაანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვიტამინის რეგულარული მიღებით არანაკლებ კვირაში ერთხელ შესაძლებელი გახდება თავიდან ავიცილოთ გაციება, პნევმონია, ბრონქიტი და სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებები. მექსიკის ყურეში დაახლოებით 915 მეტრის სიღრმეზე ტბა აღმოაჩინეს, რომელიც მარილით, მეთანითა და გოგირ წყალბადითაა გაჯერებული. მასში გადარჩენა კრევეტებისა და ბაქტერიების გარდა არც ერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია. აღმოჩენილ ტბაში ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ ის დანარჩენ წყალს არ ერევა. მეცნიერები, რომლებმაც ტბა შეისწავლეს, აცხადებენ, რომ ის სხვა სამყაროს გავს. ტბა თეთრი, წითელი და შავი ფერისაა და მის მისტიკურ იერს უფრო მეტად კიდე ზრდის. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. საქართველოს ნაკრებმა იუნისის ტესტებზე მეორე მატჩი გამართა. ბორჯღალოსნები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ესტუმნენ და 21-17 დაამარცხეს. ჩვენს ეროვნულ გუნდს აქამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს მოუგია. სულ კი მეტოქეს მესამედ ესტუმრა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ივნისის მესამე ტესტ მატჩს ბორჯღალოსნები 26 ივნისს სტუმრად არგენტინასთან ჩაატარებენ. მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბი ჯოსონდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, მაგრამ ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. ნიუ-იორკში რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით დააკავებულ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ახლა კი ამინდის პროგნოზი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში.
ახალი ამბები ნინო სამნიაშვილმა გაგაცემა და გემშვიდობებით ხუთშაბათამდე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com-ზე, Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ სილიქნეძე, მაგთისაკს და მაი ვიდეოზე ნახვამდის.